მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ? ხომ ვართ ყველანი კარგად და ჩამთელად შემოკარგებო? აბა რა ხდება, როგორ ვართ? მეც ცოტა ისე გავწევ. მე მგონი დავაყენე, თორე ხელს მიშლის ხოლმე აქ არკანების ამოღებაში. მოკლედ ჩემო კარგებო, პირველ რიგში რა თქმა უნდა მადლობით დავიწყებ, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთა გასმდობისთვის, გამოწერისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის. უდიდესი მადლობა პირველ რიგში და უმთავრესი მე ვთვლი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ემიგრანტებს განსაკუთრებული მადლობა ჩემო ძვირფასებო თქვენ რომლიდანაც ყოველდღიურად მათგან ისეთ სიყვარულს ვიღებ ისეთ სითბოს ვიღებ, არ ვიცი, ალბათ ზოგჯერ მიფიქრია, რომ მხოლოდ ამიტომ ღირდა აქ, სადაც ვარ, ამ სწორ ადგილას ყოფნა, რომ ამდენი ადამიანის კეთილი გული, კეთილი თუნდაც მადლიერება, თუ სითბო ყურადღება მიმეღო და დამენახა, რაც ვთვლი, რომ შესაძლებელია ზოგჯერ ჩემი საკუთარი, თუნდაც ნათესავებისგან, თუნდაც ოჯახის წევრებისგან არ მქონია და დამეთანხმებებით ბევრი ვინც ხართ ასე. ზოგჯერ შეეძენილი მეგობარი ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასზე ჩემო კარგებო. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ესე იგი ვერ მობილისტი თუ რა ხდება, მიშლის ხელს. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ძალიან გთხოვთ, არ ვიძახი ხოლმე ხშირად, მაგრამ გამოვიწეროთ ჩემი არხი YouTube-ზეც, TikTok-ზეც, რომ უფრო მეტი სიახლეები ნახოთ. YouTube-ზე პირადში დაკონტაქტება, ვისაც გნებავთ, უნდა დამიტოვოთ შეტყობინება, წერია იქ ნომერი, ლინკის ბოლოს კომენტარში მწერია ნომერი, ხოლო TikTok-ზე მწერთ პირადში და მე თვითონ გამატეთ WhatsApp-ი, Viber-ზე ჩემო ძვირფასებო. კონსულტაცია აუცილებლად იმავე დღეს თუ არა მეორე დღეს აუცილებლად შედგება და ხდება. ჩვენ პირველ რიგში კონსულტაციის შემდგომ მეგობრები ვართ და ყოველდღიური თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ყველასთან. წმენდებზე კი ბატონო, ძალიან ბევრი კითხვებია. წმენდები, მესამე პირის ჩამოშორება, დაბლოკვა, კი, აბსოლუტურად ყველაფერზე მუშაობთ, სწორად და კანონიერად. ვისაც არ გვინდა კანონიერი მუშაობა, შეგიძლიათ მიმართოთ სხვებს. მოკლედ ჩემო კარგებო, ჩვეულებრივად ვაგზავნი აქედან პოსტით საზღვარგარეთ პრობლემა არ არის არანაირი, ყველაფერს დაცვასაც, რაც უნდა გაკეთდეს იმასაც, მესამე პირთან დაკავშირებით ბლოკებსაც, რაც საჭიროა მეც ვაკეთებ მათ მაგივრად აქ, დანარჩენს კიდევ გზავნი. ეს ჩემი სიყვარულის ქანდაკება. მოკლედ დღევანდელი ჩვენი ვიდეო საჯარო ვიდეო გაშლაზე იქნება რა სიახლეები გველოდება პირად საკითხებში ივნისში და მეც თქვენთან ერთად მინდა ჩავიფიქრო. კარიერა ფინანსებს ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრებ. მხოლოდ პირად საკითხებს ჩავწერ და კარიერა ფინანსებსაც ჩაგიწერთ აუცილებლად. და პირად საკითხებზე და მოდით რა თქმა უნდა წლის ბორბალი, ხო, პირადზე თითქმის ყოველთვის ანანაზე ან ნათელხილის დასტაზე ყველაზე რეალური. თუ რამეა დავიმატებ რაიდერს აუცილებლად დავნახავ. მოდით ნახოთ რა სიახლეები გველოდება ივნისში პირად საკითხებში, რა შემოდის, რა სიახლეები და რა ცვლილებები შემოდის, ხო? ძალიან საინტერესო მივფიქრე. მე მგონა რომ ერთი არკანი ამობრუნდა, მაგრამ აი როგორც ვივა, ხო. ხშირად მწერენ, შემიძლია სხვაზე ჩავიფიქრო, შეგიძლია სხვაზე ჩაიფიქროთ, ანუ სხვა წყვილზე რა, ამბობზე მშობელი იფიქრებს, ხო? ზოგჯერ ნათესავი, შეგიძლიათ კი ბატონო ჩემო ძვირფასებო, გულში სახელი და გვარი აქვს მამაღლა ორივე წყვილის სახელი და გვარი სრულად. კარგით, მოდით ვნახოთ ვის უყურებთ ახლა და როგორ სიტუაციას უყურებთ ახლა, რომ თუ არის თქვენი, შეგიძლიათ გააგრძელოთ, ყურება არ არის თქვენი, არ გააგრძელებთ. შემდგომ რა იყო აქამდე თქვენს პირად ურთიერთობაში, რა სიტუაციას ხედავს ტარო, აქამდე რა იყო? მაისი, ხო? შემდგომ ივნისში რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ პირად საკითხებში, აი აქედან გამომდინარე და რა თქმა უნდა რჩევა. როგორც ყოველთვის მე ვერ ვისვენებ და რაიდერი მაინც უნდა დავამატო, მიუხედავად იმისა, რომ რაიდერს საჯაროში ორი დასტით
საჯაროზე არავინ არ დაიღლეს თავს და არ იმუშავებს, მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია. ასულს დაგვიზდებ, ან არაფერს. მე ვარ ასეთი ადამიანი, ჩემო ძვირფასებო. ან თლიანად ვარ მათთან და ასე თქვენთან, ხო, პირად საკითხშიც და საქმეშიც. ან ვარ მთელი გულით და სულით, ან არა და საერთოდ ვარ საშუალოს ვერ ვიცავ სამწუხაროდ. სხვაჩვეულს ჩემი მინუსია. მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია ან გულით ვაკეთებ, ან საერთოდ არ ვაკეთებ. თუ გულიდან ამოვირეცხე, მერე კიდევ всё. იქ დასრულებულია. კარგით. ამიტომ რა ვქნა, რაღაცნაირად მიბიძგა დღევანდელმა გაშლამ, რომ რაიდერიც კიდევ კაი შემოვიტანე, თორე ჩემო თახში არ შემომაგ ხოლმე ყველა დასთან. აქეთ როცა ვშლი. მეორე ოთახში ვშლი ხოლმე, მოკლედ და დავიწყეთ. ოპა, ვის უყურებთ, რო არ დაიბლოკოს დავდებ. ვის ვუყურებთ, ეხლა მოდით ვნახოთ ჯერ ვის ვუყურებთ და მერე რა სიტუაცია იყო ჯერ ვის ეხება. ოხ. ვის ეხება ჩემო ძვირფასებო და ეს სიტუაცია ეხება პიროვნებებს, ვინც მიყურებთ მამაკაცებო, თქვენ მემაპატიეთ, მოირგეთ საპირისპიროდ, ხო, ეხლა კიდე კონკრეტულად არ ვთქვი. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, სიტუაციას ვუყურებთ ასეც. ეს არ არის ერთითვის და ორითვის, ეს არის წლების ურთიერთობა. ეს არის ყოველ შემთხვევაში 6-7 თვის ურთიერთობა, სადაც დაგვრჩა და შემოგვრჩა მიჯაჭვულობა და არა მარტო შემოგვრჩა, იმიტომ რომ ეს მიჯაჭვულობა თქვენ გქონდათ მანამდე შემოკარგებო, ძალიან დიდ მიჯაჭვულობასთან გვაქვს საქმე. მე ვფიქრობ, რომ აქ დასრულებული ურთიერთობა არ არის და მე არ ვუყურებ აქ დასრულებულ ურთიერთობას და არ ვშლი. მიუხედავად იმისა, რომ მე კითხვები, დღევანდელი გაშლა ეხება ივნისის თვეში სიახლეს პირადში და მეგონა რომ რაიმე ახალი ამოვიდოდა და ვიღაცისთვის ხო შეიძლება ახალი იყოს. არა, მე როგორც ხედავ აქ წარსულს მივტირით, რაღაცა ეტაპით დასრულდა წარსულში, ძალიან დიდი ჩხუბი, ძალიან დიდი დავით-არაბა, ძალიან დიდი ომი და მელიასავით, აი ესე ნაგბურად, აი არ მიყვარს ხოლმე ამის თქვა, მაგრამ რა ვქნა, რაც მოდის იმას ვიძახელსებთ, როგორც ნაგავი, ისე მოიქცა თქვენი პარტნიორი. შეიძლება ქალიც აქ არ გეგონოთ, რომ მარტო კაცებს გულისხმობ, არა, ჩემო ძვირფასებო და შეიძლება არც ნოვაყენებდი ახლა შეურაცხყოფას, მაგრამ სხვა სიტყვა არ ამომდის პირიდან, აი ეხლა და იმდენად არაკაცურად მოიქცა და ისე წავიდა და თა როგორ იცით, რო წერდით და რო იკითხებოდით და რო ურეკავდით, არ ვიცი ვინ იყავით ასე და პასუხის ღირსადაც რო არ გაგხადათ, აი ისე წავიდა ჩემო ძვირფასებო, მაგრამ დაგიტოვათ აი ეს მიჯაჭვულობა სამწუხაროდ, რომელიც გაქვთ და რომელიც ვერ გავიწყებინებთ ამ ადამიანს და ყველაზე მთავარი კი ბატონო სიტუაციას, რომელსაც უყურებთ, დაპაუზებული, რომელიც შესაძლებელია, არ ვიცი, თქვენი გადასაწყვეტია ვინ აღადგენთ და ვინ არა, მაგრამ ახლიდან სიტუაციის დაწყება მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ეხლა თქვით ამ წუთას, რომ всё, მე ამას აღარ შევრიგდები, მე ამან ისეთი რამ მაკადრა, რომ გამორიცხულია, სულ რო ქვეყანა დაიქცეს, არ შევრიგდები, მაგრამ არ გამორიცხავ, ჩემო ძვირფასებო, რომ აქ შერიგების პერსპექტივა იყოს, აქ რაღაცა ნულიდან დაწყების სიტუაცია იყოს, მაგრამ კაცი, რომელიც აი ესე არაკაცულად მოგიქცათ, თან ისე რომ არც კი იკადრა რაიმე აიხსნა, აი იმ ყველაფრის მერე რაც თქვენ ასწავლეთ და იმ ყველაფრის მერე რაც თქვენთან გაიარა და აი ამას ვერასდროს ვერ იპოვის სხვასთან, იმიტომ რომ თქვენთან რაც ისწავლა იმას ვერასდროს ვერავისთან ისწავლის, ხო? არ ვიცი, თქვენი ნება რამდენად აპატიებთ და რამდენად გაგრძელებთ. აი ამ სიტუაციას უყურებთ ახლა, შეგიძლიათ გააგრძელოთ ყურება, შეგიძლიათ ასკროლოთ ჩემო ძვირფასებო, ან თუნდაც უბრალოდ ურჩევის სახით უყურებთ. კარგით, ვნახოთ რა სიტუაციას ვუყურებთ, რა იყო თქვენ პირადში აქამდე. ოი. არ მგონია აქ დაშორება იყოს. ეს იცოდეთ, არ მგონია აქ სამუდამო დაშორება იყოს. პაუზა, შეჩერება. ორივე განდასტის ფონის არკანი რო არ დამებლოკოს შორიდან, ესეც ეშმაკი დასტის ფონი და პირდაპირ ვკითხულობ რა პირად ურთიერთობას ეხება და აქაც ეშმაკი. სექსუალური მიჯაჭვულობა ძალიან დიდი. მე აქ არ მგონია ესე მარტივად დაშორდეთ ჩემო ძვირფასებო ერთმანეთს. ეს არის წარსულის ურთიერთობა, აქ ივნისში არ არის ახალ სიტუაციაზე, აქ 80% ძველ სიტუაციაზეა, აქ ძალიან გაბრაზებულები ვართ, ძალიან
ჭკვიდან გადასულები, ასე ვთქვათ, რო გვინდა რომ შუაზე გავგლიჯოთ, სადაც დაგხვდება, რა ვიცი მე. აი, რა ვიცი, ალბათ რომ ზოგმა შეიძლება ერთი კაი სილაც თხრიშოთ. ისე ხართ გაბრაზებულები, ისეთ დონემდე მიგიყვანათ. და შიშები, რომლის გამოც წავიდა. აი, მარტო ამიტომ არის არაკაცი. ზუსტადაც რომ შეეშინდა ჩემო ძვირფასებო, შეიძლება ძალიან ეხლა ძალიან ისევ საუბრობ, ცოტა არაკორექტულადაც, მაგრამ მაგ დრო და დრო რა ვქნა ეს მომენტები, ყოველთვის ვერ ვილაპარაკებ აი ესე რაღაცა, ანუ არ ვარ ხო ხვდებით როგორ ტაროლოგი ვარ, რაც მომდის თავში გონებაში და თუნდაც ენაზე ხო კი ბატონო, ნუ ეხა ბინძური სიტყვებს არც ვიზახი და არც ვიკადრებ, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ აი ეს არის არაკაცი და მორჩა. ნახეთ, არ არის ეს არ განეკუთვნება კაცების კატეგორიას, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში მოტყუებით და ღალატით წავიდა. ტყუილი არის პირველ რიგში ღალატი, სავალდებულო არ არის ჩემო კარგებო, სავალდებულო არ არის, რომ აქ ადამიანმა კონკრეტულად გაიქცეს და სხვასთან გიღალატოთ. არა, აი ეს უფრო დიდი ღალატია და ის უფრო მეტი მაგარი კაცობა, რო გეტყვით, რომ სხვა შემიყვარდა და წავიდა. როგორც ჩანს თავის საქმეზე გადართული, კი ბატონო პენტაკლებში მყოფი, თავის თავში, თავის ემოციებში, თავის საქმეში და აი ესე თვალსა და ხელშუა ისე მიგატოვათ და წავიდა, არც კი დაფიქრებულა, მაგრამ აქ სექსუალური მიჯაჭვულობა აქ ესე მარტივად თავს არ დაგანებებთ, იმიტომ რომ თქვენ ამას ცითრამხელად ძალას აძლევდით, ეს მიხვდება რესურსი რო გამოიცება და რო გდია იმის ქვეშ გასაცდავებული და გაუბედურებული, მიხვდება ეს ძალიან კარგად და ეხა თუ ორიანის ხმლებშია თქვენი სიტუაცია და გაბრაზებული და განერვიულებული ხართ ჯერჯერობით ვერ იღებთ გადაწყვეტილებას. მე ვფიქრობ, რომ აქ შეიძლება სიტუაციები ვნახოთ რა იქნება ივნისის თვეში. აქ არ არის ახალ ურთიერთობაზე ტყუილად არ უყუროთ, ვისაც ახალი გაინტერესებთ. მე მეგონა, მე თქვენთან ერთად მეგონა, რომ რაღაც ახალი იყო, მაგრამ ისევ წარსულის თემაა. ოპა, ეხლა განახეთ რა იქნება ივნისის თვეში. ჯერ ხო რა გაგიკეთათ? რა დღეს ჩაგაგდოთ და რამდენი გატირათ და რა განერვიულად და ისე წავიდა რომ არც აგიხსნათ არაფერი. და პლუს ამას და რა დღეს ჩაგაგდოთ და ეხა ვითომ მკვდარზე ვენოკია გაწოლილი და ვითომ განიცდის და შეიძლება მოგიცუცქდეთ და შეგეხვეწოთ, ეგ თქვენი გადასაწყვეტია, რამდენი მიიღოთ და რამდენი არა, მაგრამ აქ ისეთი გულნატკენია სიტუაცია და აქ ისეთ მდგომარეობამდე მიგიყვანათ ჩემო ძვირფასებო. ივნისში როგორც ჩანს, მე ვფიქრობ, რომ აქ თქვენ გონება ჩაგერთვებათ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტირი ხართ, ივნისში მერე გონება ჩაგერთვებათ, მიხვდით? და შეიძლება გონებით მიიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ არ გამორიცხავ აქ ბევრი შეურიგდეთ, იმიტომ რომ აქ სრულყოფილ შეთავსებას ვხედავ სექსუალურადაც და ნუ ხასიათებით შეიძლება რა ხასიათებიცაც, მაგრამ მე არ გამორიცხავ, ესე თუ თქვენ ეხლა დამეთანხმებით და კომენტარებში დამიწერთ ან პირადში მომწერთ, რა თქმა უნდა პირადი კონსულტაციაზე, საერთოდ პირდაპირ ამ გაშლის მერე ეგრევე უნდა გადმოხვიდეთ, იმიტომ რომ ეს ზოგადად ისეთი არც ველოდი ხო, სულ ახალზე ვაპირებდი, მაგრამ აბსოლუტურად რადიკალურად საპირისპირო ამოვიდა წარსული. მე აქ ვფიქრობ, ჩემო ძვირფასებო, რაღაც ესეთი არკანებია, მე ეხლა ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ, ამ კაცს ასე რომ მოვიხსენებ, იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა მაგის ზემოქმედების ქვეშ არის, ხო? ხდება ესეთი სიტუაციაც, რომ თვითონ კი არ ლაპარაკობს, ვიღაცა სხვა ლაპარაკებს და ტვინი აური ესეც არ არის გამორიცხული, მაგრამ და ეხლა ამ წუთას ნახეთ ივნისში შეიძლება გარკვეული პერიოდი მარტოც მოგიწევს ყოფნა და ესეც მარტო იყოს. კონკრეტულად აქ მესამე რო გითხრათ, რომ ქალია ვინმე არა, შეიძლება დედა, ბებია, ან არ ვიცი ვინმე, მაგრამ კონკრეტულად რო გითხრათ, რომ ივნისში რა იქნება, ივნისში მაინც მარტოს გიყურეთ თქვენც და მასაც. ანუ ისიც განიცდის, მე ვფიქრობ, ამან გაიაზრა რაღაცეები, ხო ხდებით უცბად რომ ერთმანეთს ვეცემით, დავხოცავთ, ჩავკრავთ, რა ვიცი, მერეებს უკეთებთ და მაგრამ რეალურად მაინც დამნაშავეა, მაინც არ არის სწორი, არანაირ კანონში, არანაირ ძველ-ბიჭურში, არანაირ ქურდულში და არაფერში არ ჯდება მისი საქციელი, როგორც თქვენ მოგექცათ. წესით ეს ადამიანი აღარც უნდა მიიღოთ, მაგრამ შეიძლება კი ბატონო, ეხლა ვიც პირადში გადმოყვალთ, მითხრათ, რომ იცით რა არტეკო საჯაროზე კი ისაუბრე, მაგრამ ამ დროს სხვანაირად არის ადამიანი, აი რაღაცას ესეთი იყო და ესეთი გახდა, ხო, მაგის ზემოქმედების ქვეშ არის, მაშინ კი ბატონო, მართლა წავიღებ ჩემს სიტყვებს უკან, ხო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ სიტუაცია არის ისეთი გულისკენა და ისეთი მელიასავით მოქცევა და ისე არ დაგინდოთ ამ ადამიანმა, რომ ჩათვალეთ, რომ მე ვფიქრობ, რომ ნახევარზე მეტი თავიდან იწყებთ ცხოვრებას და მე ვფიქრობ, რომ აქ ხმლების დედოფლით აქ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებთ და ივნისში საერთოდ ცოტა ხანი მარტო ყოფნას ამჯობინებთ. სხვა შორის სწორია, ყველაზე სწორი ეს არის და ივნისის თვეში ისიც მარტო იქნება, არ გეგონოთ, რომ ვინმესთან ერთად იქნება. ნახოთ რჩევა ტაროსგან.
ეხლა გეტყვით რა ხდება. რჩევატაროსგან ივნისში. ეხლა გეტყვით ამ ტიპს ემოციები შეაწუხებს, ძალიან შეაწუხებს, ძალიან ინერვიულებს, ეს პერიოდები იქნება. არ გამორიცხავ აქ სიტუაცია დაიწყოს ისე რომ იმუშაოს და იქნებ რაღაცა ამ ადამიანთან რაღაცა ისევ გამოვიდესო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი რაღაცეები ვაკადრეო, მაგრამ მაინც მზის სიტუაციას ხედავ რაღაცა მე ვფიქრობ, რომ აქ ემოციებმა არ გიმტყუნოთ თქვენს ჩემო ძვირფასებო მასაც, იმიტომ რომ მე არ გამორიცხავ, მე არ გეუბნებით, მე თქვენ არ იფიქროთ ის მომენტი, რომ მე ხა ჭკუას გარიგებთ. მეც არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი, ხო? იმიტომ რომ როდესაც ასეთ სექსუალურ მიჯაჭვულობასთან გვაქვს საქმე და ასეთ შეთავსებასთან ძალიან ძნელია ასეთ ადამიანს ჩამოვეხსნათ. ამიტომ არავინ არ იფიქროთ ის, რომ აი დეკონეტა როგორ ხო, მე შეიძლება მეპატიებინა, კი, ჩემო ძვირფასებო, მე იმას კი ვიძახი, რომ უცოდველი ვარ კაცო, მე თქვენნაირად მიმართება რაღაცები და მე თქვენნაირად მიმართება გაურკვევლობები, ხო? და ჩემ სიტუაციაში ყოფილა ძალიან ბევრი არასწორი რაღაც. ამიტომ მე მინდა რომ ნახეთ ჩემ შეცდომებზე იგივე არ გაიმეოროთ. კი ბატონო, შეგიძლიათ რაღაცა ეტაპზე თუ მართლა ადამიანი მაგის ზემოქმედების ქვეშ არის, ხო, შევხედოთ. კიდევ მეორე, ეს არის მაინც პირადში უნდა ვნახო. ეს ეხლა ზეპირად ვერ გეტყვით, მაგრამ საჯაროზე როგორც რომ ვისაუბრო, შეიძლება აქ პატიების სიტუაცია წამოვიდეს, მაგრამ არ არის გამორიცხული რომ მან იგივე გააკეთოს. აი არ ვიცი, ძნელია საჯაროზე ამის საუბარი და ხელის დადება, მიხვდით, ცოდვა ესეც, იმიტომ რომ იქნება ადამიანს ვიღაცა რაღაცას უკეთებს და იმიტომ არის ცუდად, ხო, ვნახოთ რჩევა კიდე რა იქნება. აი ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ აქ ჩემი კოლეგებიც მიყურებთ ჩემო ძვირფასებო, აი გული მიგრძნობდა რა. ტაროლოგები, ეზოთერიკოსები, ნუმეროლოგები დაინტერესებული ზოგადად და აგე რა გადმოვარდა ჩვენი კარმული ფორტუნას ბორბალი არც დაგვაცადა. გეგონება ისე არ ვიცოდი, რომ წარსულს ვკითხულობდი რა და ახალი არაფერი არ იყო ივნისში და ყველაზე მთავარი, სწორი, ძალიან ბევრი, სწორი, არასწორი, თეთრი, შავი ცხოვრება გავლილი ქალბატონები, ვინც მიყურებთ, ასევე განაშორები, ასევე მეუღლესთან დაშორებულები, ასევე პარტნიორთან დაშორებულები და ყველაზე მთავარი რა არის, რა მომეწონა, აბა თქვენ თუ მიხვდებით ქურუმ ქალზე. ვიცით რომ ქურუმი ქალისგან დაშორება ძალიან უჭირთ მამაკაცებს, ხო? იმიტომ რომ ეს იდუმალება მათ ესე კლავთ, კი ბატონო, ხა ურთიერთობაში კრიზისია ნამდვილად, მაგრამ ყველა სოციალურ ქსელში გათვალიერებთ, ნახეთ. ყველგან გათვალიერებთ, მაგრამ მეტის ვერსია ეს არ უნდა დაინდოთ ეხლა. ისეთი კრიზისი გაგატარათ და ისეთი გაუბედურება და გასაცოდავება და ტირილი და ბღავილი გაგატარათ. ანუ კიდევ მეორე კარმული მოდაში შემოვიდა ეს თქო, რომ ყველა ურთიერთობა, რომელიც რამეს გვასწავლის, ყველა კარმულია. 2 წელი მეყოლება პარტნიორი თუ 1 წელი, მაინც კარმულია მასთანაც და მასთანაც, იმიტომ რომ მე გავიზარდე სულიერად და კიდევ ბევრი რამ ვისწავლე, ხო? ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ქურუმი ხართ, დაიფასეთ თავი, მიეცით თავს იმის საშუალება, რომ თქვენ გადაწყვიტოთ. მე არ ვიცახი, რომ ეხლა კაცის სიტყვას ფასი არ გქონდეს, არა, ხო? მაგრამ შეინარჩუნეთ ქალურობა, არ დაეცეთ მის დონეზე. კი ბატონო, თუ აქამდე რაღაცა არაადეკვატური აკადრეთ და რა ვიცი, ჩახოცეთ ერთმანეთი არაუხროს, მაგრამ ეხლა აღარ გამოხვიდეთ მდგომარეობიდან, შეინარჩუნეთ ქურუმის თვისებები. ჩემო ძვირფასებო, აწიეთ თავი მაღლა და ამაყები იყავით, თქვენ არაფერი არ დაგიშავებიათ, დააშავა მან, მიქარა მან, მოგატყუა მან და გიღალატათ მან. ამიტომ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ რას აკეთებთ, თავს წევთ მაღლა ამაყად და მითიხართ ისე. თუნდაც რომ შეიძლება ინერვიულოთ, აი ურთიერთობა რაღაცა მქონდა, მაშინ მერე რა მოხდა? ამითი ისწავლეთ, ამიტომ თქვენ ხო გულით და სულით იყავით, თქვენ ხო აფერისტულად არ იყავით იმ სექსის დროსაც, ხო? ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ამაყად და ძალიან თამამები იყავით და არ დაუთმოთ ის მომენტი, რაშიც თქვენ მართალი ხართ, ზუსტად და სწორ გზაზეც გახართ. კიდევ მეორე დეტალებში კი ბატონო, ვნახოთ პირადი, არ მეზარება, იცით თქვენ რომ მე ვმუშაობ და სამსახურის მერე შვაღამის სამამდე კონსულტაციები მაქვს, თან წმენდები არ დაგავიწყდეთ, მაგრამ მე ადამიანს კონსულტაციაზე მე წმენდას გადავდებ, მაგრამ კონსულტაციას არა, მე ვიცი როგორ ჭირდება იმ დროს ამ ადამიანს ჩემი სიტყვა და ზოგადად ტაროს სიტყვა, ხო? ამიტომ ჩემო ძვირფასებო, იმავე დღეს თუ არა მეორე დღეს აუცილებლად იქნება გაშლა. საოცარი გაშლა იყო, ძალიან კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, წარსულს ეხება ივნისი და აქ ახალი არ იქნება, არავისთვის ახალი არ იქნება, ტყუილად უყურებთ, ვინც ახალს ფიქრობთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, თუ რაღაცას აპატიებთ, აი ნახეთ, აი ამ ვიდეოს ვინც უყურებთ. თუ რაღაცას აპატიებას გადაწყვეტავთ, პირად კონსულტაციაზე გადმოდით. მე არ მინდა რომ შეცდომა დაუშვათ, მიხვდით?
ძალიან გთხოვთ არ მინდა, იმიტომ რომ ეს არის საჯარო და 1000 კაციდან 2-ზე რეზონირდება და პირადი სხვა ჯობია ერთი პირადი გაიაროთ, ვიდრე 1000 სკროლას უყუროთ და სხვადასხვას და საერთოდ სულ დაიბნეთ, ხო? ამიტომ გადმობძანდით პირადში, ახლა გაითიშება თუ არა ვიდეო, მომწერეთ, ვნახოთ, იქნება და მართლა ამ ადამიანს რაღაც ჭირს კაცო და პირიქით აქეთ ჩვენი დახმარება ჭირდება და მეც ბოდიში მოვიხადო იმ სიტყვებისთვის, მაგრამ ვინც თქვა ზოგადად აღარ ფიქრობთ მაინც შერიგებას და აღარ გინდათ რა და ზოგადად всё რა ხო უბრალოდ მაინტერესებდა და ვუყურე, შეგიძლიათ კი ბატონო რომ მხოლოდ უყუროთ და მორჩა. და მე შორიდან დატკბეთ როგორ მოგიწევდებათ და ხვეწნას რო დაიწყებს აი ესეთი მელიასავით და არაკაცურად წასული ადამიანი. მოკლედ ეს შლაიხებოდა ისევ წარსულის ადამიანებს. ჩემო ძირფასებო, ტარომაც იგივე გირჩიათ, შეინარჩუნეთ ქურუმი ქალის თვისებები, შეინარჩუნეთ სწორი ქალის თვისებები, სწორი ადამიანს და არავისთან ახსნა არ გჭირდებათ, როცა მართალი ხართ და მე რომ მაღლა ვიყურები და თუ ჩემი არ ჯერა, მე რომ მაღლა ვიყურები სამყაროს ჯერა და უფალს ჯერა ჩემი, ამიტომ თუ არ ჯერა, გაუღეთ კარები, გზა დიდია და წავიდეთ. აი ვისაც თქვენი ჯერა, ის არასდროს არ წავა თქვენგან. ჩემო ძვირფასებო, ეს დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები ჩემგან. რჩევათ დანარჩენზე გელოდებით, გადმოგცანდით პირადში აუცილებლად. ეხლა დაგიმშვიდობებით, მიყვარხართ ძალიან ყველა, გელოდებით ისე კითხვებზე ზოგადად კომენტარებში არხიც გამოიწერეთ, რომ მეტი განვითარება გქონდეს. ტარო თეკო ასე ვარ YouTube-ზე, ჩემო ძვირფასებო ქართულად. ეხლა დაგიმშვიდობებით დროებით.